Თქვენ კურიერს 9 საათზე დანებით შეიარაღებული არასრულწლოვნები ცივი იარაღი დაჭრილი 2 მოზარდი ექიმებმა გადაარჩინეს. სისხლიანი გარჩევა თბილისის სხვადასხვა უბანში მოხდა 13 და 15 წლის ბავშვებს თანატოლები გაუსწორდნენ. 51 სკოლის მოსწავლე საკუთარ სასწავლებელთან დაჭრეს. 13 წლის ბავშვს კი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. 51 საჯარო სკოლის წინ 15 წლის მოზარდი გაკვეთილების დასრულებისას დაჭრეს. ფეხზე მიყენებული ჭრილობებით მან დაახლოებით 200 მეტრის გავლა შეძლო. ამ სახლის ეზოში კი ადგილობრივები დაეხმარნენ. შვილნახერო სისხლი მოსდიოდა ფეხიდან, მერე მე უთხარი რომ გუდიშვილობა დაგემართა მე უთხარი და ბავშვმა მითხარა ვიცი თო ფეხი ვიტკინე. მერე დავსვიე ბავშვი სასწრაფო გამოვიძახე. და ნუ ვიცი ძლიერი სისხლი ნახო და რაღაცა წუთებში მოხდა ეს ყველაფერი. ახლა დავიმე ამ ბავშვს. არა, მე დავინახე, აი აქ ვიდექი, მე რაღაცა გავიხედე და ბავშვი თვითონ სისხლიანი ფეხით დავინახე. დაჭრილი იყო და ნაკაწულმა გუიქა. რამე მოყვა რა კითხე და იცით რა არის? აი როგორ გიქცა? არა, შეკითხვის დრო ფიზიკურად არის. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა და სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაადგინეს, რომ ჭრილობები ცივი იარაღით იყო მიყენებული. ბავშვმა საავადმყოფოში გადაყვანამდე ბევრი სისხლი დაკარგა, მას ფეხის არტერია დაუზიანდა. ოპერაცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაჭრილმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა. ცნობილია, რომ შელაპარაკება მე-10 კლასელ დაზარალებულსა და სავარაუდოდ მისივე სკოლელებს შორის დაიწყო. სისხლიანი გარჩევის სხვა მონაწილეებს ამ დრომდე ეძებს პოლიცია. მოზარდის მშობლები მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ. კომენტარზე უარი თქვეს 51 საჯარო სკოლაშიც, სადაც დაჭრილი სწავლობს. აი ციხე, აი მანქანები და ანუ სადაემკუთხედში. აი აქ საკუთხედში. მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის პარალელურად კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი ამ შემთხვევაშიც არასრულწლოვანია. 13 წლის მოზარდს დანით გულმკერდში მძიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. იჟვანიეს სახელობის საავადმყოფოში მკურნალობს. შემთხვევის თვითმხილველები ყოფია, რომ მოზარდს დაახლოებით 15 თანატოლი სცემდა. ნაწილი დანით იყო შეიარაღებული. ეს შემთხვევას გაკვეთილების დასრულებისას მოხდა. ცნობილია, რომ მოზარდს ეზოდან დაუძახეს. ის რამდენიმე წუთში სახლში დაჭრილი და ნაცემი დაბრუნდა. დაუძახეს აქეთ მხრიდან ფანჯრიდან და გაიხედა ბავშვი. ხო რა, 10 წუთში მოვიდა დაჭრილიო. ბავშვი რო წამოსულა, ჩამოსულა იქიდან, ჩამოსასვლელია კი. კიდე თურმე ქვებითა და ჯოხებითა და იმის დაუწყეს ცემა და ურწყიათ თავში. ბევრი იყვნენ, ხო, მე შემოვედი და კიდე თუ ჩამოვიარეს, ბევრი იყვნენ. მოზარდების დაჭრის ორივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციისთვის ეჭვმიტანილების ვინაობა ცნობილია. მოძალადე მოზარდებს უკვე ეძებენ. 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა პარლამენტში საალხო დამცველის ანგარიშის განხილვა იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სტომაზე გიორგი ტუღუშმა პენიტენციალურ სისტემას და ფსიქიატრულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გამოხმაურა ყურადღება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დევნილთა სამინისტროს მუშაობა ოპოზიცია ამ ორი უწყების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. მემავს გარკვეული მექანიზმები საკუთარი, თქვათ ეს იგივე არის მედია საშუალებები, საჯარო გამოსვლები, იგივე სხვადასხვა კომუნიკაცია სამინისტროებთან, ჩემს რეკომენდაციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არის პრობლემური ბევრი უწყება, სადაც მეტნაკლებად ხდება ხოლმე გაზიარება რეკომენდაციებს და არის რამდენიმე უწყება, სადაც მე პროგრესს ვერ ხედავ, თუმცა არის რეკომენდაციებიც, რომლებიც წლის განმავლობაში შესრულდა. როგორც კი პლენარულ სხდომაზე მობრძანდება სახალხო დამცველი მოვისმენთ მის ანგარიშს, ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქცია დავაყენებთ ამ შემთხვევაში ქართულა კალმახელიძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხს. რაც შეეხება კობასუბელიას ამ შემთხვევაში როგორც მომხსენებათ სამთავრობო დებატებზე უმრავლესობა მეზღვარი სამთვიანი იმუნიტეტი მიანიჭა პარლამენტისგან კობასუბელიას, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ სახალხო დამცველის ანგარიში შეიცავს იმდენ დანაშაულს მის მხრიდან ჩადენილს, რომ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უნდა მოსცემონ თავის თავში სერიოზული პოლიტიკური ნება და ეს ადამიანი გაათავისუფლონ თანამდებობიდან. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მინისტრის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დარჩენება აი ამ ანგარიშის განხილვის შემდეგ ლოგიკური შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ შეიძლება გაგრძელდება ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია სახალხო დამცველის ანგარიში, არასდროს არც ერთ ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს არ უთქვამს, რომ რომელიმე სამინისტროში უკვე საბოლოოდ ყველა პრობლემა მოგვარებულია, აღარ არის პრობლემები და შესაბამისად გასაკეთებელი აღარ არის ჩვენ ყოველთვის ხასოს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო შესასრულებელი.
პარლამენტის თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს დავით ბაქრაძე და სოფელ განძაში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შესახვედრად 5,000-მდე ადგილობრივი მივიდა. შეხვედრაზე რაიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ერთ-ერთმა ადგილობრივმა პროფესიით მხატვარმა პარლამენტის თავმჯდომარეს თავის მიერ შექმნილი პორტრეტი უსახსოვრა. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ ახალქალაქთან ახლოს მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაათვალიერა. ის კედო ხოსკედან ყვარონ ბაქრაძეი. We start excavation and support process, right and left direction. თავარი ცვლილება ალბათ არის ის, რომ დღეს აქ ცხოვრები ადამიანები თავს გრძნობენ საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად, ბევრი პრობლემა მაინც რჩება გასაკეთებელი და აუცილებლად მომავალი წლების მანძილზე ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ყველა იმ პროექტს, რასაც ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას, ბოლომდე მივიყვანთ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს და უახლოესი წლების განმავლობაში ამ რეგიონშიც და მთელ საქართველოშიც ბევრად მეტი ადამიანი დასაქმდება, ბევრად მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჩამოვედით რომ ყველაფერი გინდა კარგი, კაი ცხოვრებით ვიცხოვროთ. თხოვნა ის არის ჩვენი რომ რა ვიცი ხა მიწები რა ვიცი ყველაფერი სო ეგეთი რაღაცია და გინდა რომ შევისყიდოთ და კონდეს ყველაფერი. საქართველოს რებრენდინგი ახალი მიმართულებები, რომლებიც კვლევებზე დაყრდნობით განისაზღვრა რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ ქვეყნის პოპულარიზაციის ახალი სტრატეგია მზად არის. კონცეფციის მიხედვით შეიცვლება საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის ლოგო და ატრიბუტიკა. ბუნებრივი გაუცვეთარი, ხო, თვითმყოფადი, აი ეს არის გადანახული ქვეყნის შემადგენელი ატრიბუტები. თვითონ ბრენდის დაპირება არის გადანახული შენთვის რომ დაიხარჯოს. გადანახული შენთვის რომ დაიხარჯოს. ეს არის ის ახალი კონცეფცია, რომელიც საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის რებრენდინგში ჩაიდება. ქვეყნის ტურისტული განვითარების ახალი სტრატეგიის შესაქმნელად კომპანია ACT Research რამდენიმე თვე დასჭირდა. ჩატარდა ხანგრძლივი კვლევები, მოეწყო ფოკუს ჯგუფები იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ უნდა წარმოჩენილიყო საქართველო როგორც უნიკალური ქვეყანა. გადანახული ქვეყანა არის ჩვენი მოსაზრებით იდეა ამ საქართველოს ტურისტული საქართველოს, რომელიც იზიდავს რა თქმა უნდა ტურისტს, იმიტომ რომ სწორედ მათგან წამოვიდა ეს გადანახული განსაკუთრებული ბუნებრივი ურთიერთობები, თვითონ ბუნება საქართველოს, თვითონ მწვანე ქვეყანა, ამ ყველაფერს ერთად მოიცავს. შენთვის რომ დაიხარჯოს, ეს არის დაპირება ბრენდის და რატომ ეს არის ხისებრივად ქართული ბუნება, რომელსაც ქართველები გახაზავენ და რომელიც მოდი ჩვენთან ამ მუშაობის პროცესში მოვიდა. ახალ კონცეფციაზე მუშაობის დროს ავტორებმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეზობელი თურქეთის, ამიერკავკასიისა და ევროპელი მოგზაურების ინტერესებიც გაითვალისწინეს. თუკი რამდენიმე წლის წინ ბრენდის დანიშნულება საქართველოს როგორც დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნის გაცნობა იყო, ახალ მარკეტინგს უკვე განსხვავებული მიზანი აქვს. ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე ესეთი ლოგოთი გადიოდა, რომლის მთავარი მესიჯი იყო ევროპა დაიწყო აქ. იგი იყო უფრო აგრესიული და ხმამაღალი განცხადება. ახალი ბრენდინგის კონცეფციას იგი შედარებით მოგზაურებული იქნება. მის ამოცანა იქნება საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე. ახალი კონცეფციის მიხედვით შეიცვლება საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის ლოგო, ფლაიერები, ბუკლეტები, მთელი სარეკლამო მასალა და ატრიბუტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში ახდენს. ეს იქნება უფრო იაფერების სავარაუდოდ შეიძლება რაღაც გარკვეული სიმწვანეც აქ ჩადებული დროს გადანახული არის ნატურალურიც გარკვეულწილად ბუნებრივთან ერთად. როგორ ჩვენი უნდა იყოს ესეთი უფრო მარტივი შეიძლება ხოსტა ფერადიც და თანამედროვე. საქართველოს ტურისტული ბრენდინგის ახალი სტრატეგია დღეს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთა კაბინეტს გააცნო. განისაზღვრა ის პოზიტიური მხარეები, რაც აქვს საქართველოს, რაც არის ექსკლუზიური ჩვენთვის და რაც არის განსხვავებული და შენარჩუნებადი, ეს არის სტუმართმოყვარეობა, ჩვენი ბუნებრიობა, ჩვენი ბუნება და სხვა საიდენტიფიკაციო ფაქტორები. სულანი ტურიზმის დეპარტამენტი ტენდერს გამოაცხადებს იმისთვის, რომ ბრენდინგის ახალი კონცეფციის საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის განახლებული ლოგო შეიქმნას. ბრენდინგისთვის საჭირო ატრიბუტიკა მზად სექტემბერში უნდა იყოს. დამოუკიდებლობის დღის დასკვნით და ყველაზე მუსიკალურ ნაწილს განახლებული აღმაშენებლის გამზირი უმასპინძლებს 26 მაისს აღმოსად საათზე ყველას, ვისაც უყვარს კლასიკური მუსიკა, ღია ცის ქვეშ კონცერტზე სიმფონიური ორკესტრი და ახალგაზრდა ვირტუოზები ეპატიჟებიან. კლასიკური მუსიკის საღამოს რუსთავი ორი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ერთ დღეში აღმაშენებლის გამზირი საკონცერტო დარბაზად გადაიქცევა. ადგილი, სადაც კლასიკური მუსიკა ხშირად ჟღერს, ჟანრს არც ამჯერად ღალატობს. დამოუკიდებლობის დღე თბილისში ღია ცისქვეშ კლასიკური მუსიკის თანხლებით დასრულდება. დღისადმი მიჯგვნილი გავა კონცერტი ეროვნული ჰიმნით გაიხსნება. გაერთიანებულ გუნდთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კლასიკური საღამოსთვის კონცერტის დირიჟორმა 6 ახალგაზრდა სოლისტი შეარჩია. ვარსკვლავები, რომლებსაც საზოგადოება ჯერ კარგად არ იცნობს და რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის 26-ში დამოუკიდებლობის დღეს სიმღერა ხალხისთვის, ჩემი ხალხისთვის და ყველანაირად ვცდილობ მაქსიმალურად ასე ამოვნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეს დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მე მინდა რომ ყველას მივიღოს ეს შესანიშნავი თარიღი ახალგაზრდა ვირტუოზები კიდევ არაერთ ცნობილ არიას შეასრულებენ. ეროვნულ პატრიოტული განწყობის პროგრამაში საოპერო კლასიკად ქცეული არიებით შედის. თალიაშვილი, ლაღიძე, როსინი, ბიზე, ბერდი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე 18 კლასიკური ნაწარმოები შესრულდება. ახალგაზრდა შემსრულებლები კონცერტისთვის ვახტანგ კახიძემ მიიწვია. სწორედ ის უდირიჟორებს კონცერტს, რომელიც ჯანსუღ კახიძის მუსიკისა და კულტურის ცენტრის ისტორიაში საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველად მაესტროს დაბადების დღეს გაიმართება. ჯანსუღ კახიძის დაბადების დღეიდან ეს ჩემთვის განსაკუთრებით ასე ამოვნია, რომ ეს საზეიმო კონცერტი ჩატარდება მისი სახელობის თბილისის მუსიკალური კულტურის მიმდებარე ტერიტორიაზე. შევეცადეთ, რომ პროგრამა ყოფილიყო თან პატრიოტული, თან საზეიმო, იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრი ხალხი საღამოს ვიზუალურ მხარეზე ავთანდილ ცქვიტინიძე მიმუშავა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში გამოსვლელი სოლისტებისთვის კლასიკური და სადღესასწაულო სამუსი შეიკერა. მინდა და რაღაც გლამურული გოგოები ყოფილიყვნენ. ესადრო რაღაც ჩემეული შემეტანა. ვინაიდან ღია ცისქვეშ არის, გავთვალეთ რომ ნიავიც იქნება და ეს ჰაეროვანი კაბები მათ ესეთ კარგად უნდა იმუშაოს. ვისაც ესეთი ჟანრის მუსიკა უყვარს და ესეთი ადამიანები ძალიან ბევრია საქართველოში, ვიცი ამოვნებას მიიღებენ და რაც მთავარია პატრიოტული კონცერტი იქნება, იქიდან გამომდინარე რომ ეს დღე ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონცერტზე სტუმრებს ზუსტად 10 საათზე ელოდებიან. დამოუკიდებლობის დღეს განახლებულ გამზირზე კლასიკური მუსიკა აჟღერდება მთელი თბილისისთვის და სრულიად საქართველოსთვის. ქართული კულტურის დღეები ჰააგაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჰააგაში გამოფენები და კონცერტები იმართება. ცნობილია, რომ მომავალ წელს დორდრეხტის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინება. ჰოლანდიაში იმყოფება საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისავედ რულოსმა ჰააგის მერიაში ფოტოგამოფენა შთაბეჭდილებებით თბილისის შესახებ გახსნა. მოგვიანებით კი ჰოლანდიაში მოღვაწე ნინო გვეტაძისა და ანსამბლ რუსთავის კონცერტი გაიმართა. ეს ქართული კულტურის დღეები ქართული ღვინის დაგამონებით გაგრძელდა. დიდ მოედანზე იქნება ღია ცისქვეშ საქართველოს პრეზენტაცია პავილიონებში, იქნება სუვენირები, ტურისტული ინფორმაცია, ასევე ღვინოს დეგუსტაცია, ასევე დელიკატესები, შეიძლება ნახო აი ხელით გააკეთებული ნიფტები და მე მგონი ეს კარგი პრომოუშენი ასე თქვათ საქართველოსი და აჩვენებს ჩვენ რა ძველი კულტურა გვაქვს და რა მნიშვნელოვანი როლი თამაშობს საქართველოს დღევანდელ ევროპაში. ეს არის მართლაც ფანტასტიკური სიმდიდრე ჩვენი ერის. მე ულოცავ თითოეულ წევრს ჩვენს ანსამბლს, რომ ასეთი დიდი წარმატებით ჩაატარეს ეს დღეები. მართლაც დამოუკიდებლობის ღირსი ვართ, მართლაც უნდა იყოს თავისუფლება, უფრო დიდი რაღაცები უნდა ვაკეთოთ. აი მე ულოცავ ჩემ ანსამბლს, ულოცავ ჩემს საყვარელ ხალხს და მე ვარ გახარებული და თელი ანსამბლი გახარებული, იმიტომ რომ ასეთი წარმატება ევროპაში ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს.
ტიმოშენკო გენპროკურატურაში დაკითხვაზე იძულებით მიიყვანეს უკრაინის ექს-პრემიერი უწყებაში რამდენჯერმე იყო დაბარებული, მაგრამ არ გამოცხადა. ამის გამო ის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ ექს-პრემიერმა პროკურატურის შენობა დატოვა. გამოძიება გაზის კონტრაქტებს უკავშირდება, რომელიც პრემიერობის დროს იულია ტიმოშენკომ ვლადიმერ პუტინთან გააფორმა. მას ძალაუფლების გადამოტებასა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. ლონდონში მყოფ ბარაკ ობამას ბრიტანეთის დედოფალმა საზეიმო დახვედრა მოუწყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის პატივსაცემად 41 ქვემეხიდან გაისროლეს. სასახლის ეზოში კი სამეფო გვარდიის აღლუმი გაიმართა. მოგვიანებით ბარაკ და მიშელ ობამები ელისაბედ მეორის მიერ ორგანიზებულ სადილსაც დაესწნენ. სასახლეში სამეფო ოჯახის წევრის სტატუსი პირველად დახვდა სტუმრებს კეით მიდლტონი. ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო დიდ ბრიტანეთში 250 შიდა რეისი გაუქმდა. შეჩერებულია ფრენა-შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართულებით. ვულკანური ფერფლი უკვე ლონდონის ჰითროუს აეროპორტს უახლოვდება. მოგვიანებით კი გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილს მიაღწევს. არ არის გამორიცხული საჰაერო მიმოსვლა სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებითაც შეფერხდეს. ვულკან გრიმვოტნის კრატერიდან ამოსული კვამლი ჰაერში 20 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა. და როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ საქართველოში პროგნოზალიკო გაგვაცნობს. ხვალამის განაპირობებს სამხრეთიდან გავრცელებული თბილი და ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, ამიტომ დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაყურებით. აღმოსავლეთ საქართველოს შესაძლებელია სიცხვა, ციფრულად დასავლეთის ქარები. არის ტემპერატურა იქნება. ბათუმსა და ფოთში 23 გრადუსი სიცხვა. სოხუმში 21 გრადუსი, ზუგდიდში 23 გრადუსია მოსალოდნელი. ახალციხეში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება, ქუთაისში 25 გრადუსი სიცხვა, 20 გრადუსია ნავარაუდევი ლენტაში. ამბროლაუში 22 გრადუსი, ცხინვალში 22 გრადუსი სიცხვა. თბილისში ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება, 26 გრადუსი იქნება რუსთავში, ხევაში 26 გრადუსი. სიგნალში 23 გრადუსი სიცხვა და ყვარელში 24 გრადუსი. თბილისში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმაყურებით. თითოეულებს დასავლეთის ქარი. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურა დილის 9 საათზე 17-12-ზე 20, 15-ზე 24, 18-ზე 22 და 21 საათზე 18 გრადუსია. ვაფორსტი გაიხსნას პოსტი. ანშლაგი ათენის მუსიკის სასახლეში ფონდ იავნანას მიერ ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი. Really, I mean, I